ბოლო დროის განმავლობაში ძალიან შეიცვალა ჩემი სტილი. თეთრი აუთხარი რომ არ დაავიწყდეს ჩემი არხის გამო. სიმღერაში ასე გამოიყურება და ძალიან და არ ვიცი, ორმაგის გაჩით მომაგრებდა არ ვიცი და მაგრამ ესე რომ არ ჩამოვარდეს. ხედავთ, მაქვს ახალი თმის ფერი. თავიდან შეღების მომენტში ძალიან მეშინოდა და არ ვიცი როგორ მექნებოდა. შემდეგ როდესაც შევიღებე, რომელიც მიუჩვეველია თვალი და თითქოს არ მომწონდა და ახლა უკვე ძალიან მომწონს, ძალიან მომწონს და რაღაცნაირად უკვე შეეტყოთ მას, რომ გაჯანსაღდა. თან ვიზრდი და მაინტერესებს როგორ იქნება. და მგონია რომ მომიხდა და რაღაცნაირად უფრო გამომიკვეთა სახის ნაკვთები. ახლა ცოტათი აწეწილე მაქვს, იმიტომ რომ გარდან შემოვედი და დაყენებული არ მაქვს და არ ჩანს ისეთი ლამაზი როგორც არის, გუში მქონდა ძალიან ლამაზად და ინსტაგრამზე ვტვირთავდი ფოტოებს და ვიდეოებს. ნენელა თვალი ერჩევა ამ ფერს. მოკლედ ისევ გაცილებული ვარ, ხმა მაქვს საშინელი და არ ვიცი, არ მივლის ხვალება. გუშინ უფრო უკეთესად ვიყავდი დღეს უფრო მეტად მოხვალებდა ვიდრე გუშინ მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკებს ვამდა დღეს ბოლო დღე ამ ანტიბიოტიკების. მანამდე რომ 15 ტაბლეტს ვამდი რაღაც გაციებების და ხვალების სწავლებს, რომლებმაც არაფერი არ მიშველა. სულ მახვალებს და იმედია რომ ეს გაციება ერთი თვე არ გამიგრძელდება, როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის. განსაკუთრებით ღამით არის ხოლმე ძალიან რთული, იმიტომ რომ ღამე მიტყდება ხვალება და არ ვიცი, საათობით ვახვალებ და ვერ ვიძინებ და არ მძინავს. არც აერი არ მყოფნის, რომ ესე ბოლომდე ნორმალურად ვილაპარაკო. იმიტომ რომ მაშინ მოხალებას მაწყაბინებს და იმედი მაქვს რომ მალე გამივლის და ესე არ ვიქნები ერთი თვე. წეგან გამოვიტანეთ ამანათები. ახალი სახის დამატენიანებელი მაქვს, რომელიც ადრეც მქონდა და ეს ბრენდი ძალიან მეყვარს, ეს არის Skin 1004 და ყველა პროდუქტი რაც კი მქონია ამ ბრენდის, ძალიან კაია. და ესეც ადრე მქონდა ზუსტად არ მახსოვს. არაფრის სუნი არ აქვს საერთოდ, ან მე ვერ ვგრძნობ და სუნი გამიქრა. და ახალი body wash, რომელსაც აქვს საოცარი სუნი აქვს, ვანილის, კარამელის, შოკოლადის. საოცარი სუნი აქვს. ბოლო პერიოდში ძალიან გამომშვალია ჩემი სახის კანი და იმედი მაქვს რომ გამოსწორდება. ძალიან კარგი არის, რომ თმის სახით 26-ში რაღაც ცვლილება შევიტანე. გუშინ ოთახში დავაყენე განათება, რომელიც ჩამოვარდა. და ახლა კიდე უნდა ვეწვალო და დავაყენო განათება. და არ ვიცი, ორმაგის კოჩით ვამაგრებ და არ ვიცი რითი დავამაგრო, ისე რომ არ ჩამოვარდეს. მაგრამ ვეცდები რომ ძალიან ბევრჯერ გადავახვიოს ორმაგის კოჩში. იმიტომ რომ ეს განათება ძალიან უხდება ჩემ ოთახს. ჩემი ოთახი როგორც ყოველთვის ძალიან ქაოტურია, სულ ქაოტურად გამოიყურება და ხშირ შემთხვევაში ჩემი ტანსაცმელებია ხოლმე. აქეთა კუთხეს ვართო და აღარაფერი აღარ მეტევა, ანუ საერთოდ და არ ვიცი სადღა წავიღო. რამეს მოუხერხებ და ამებსაც დავკიდებ. ეს მოსაცმელი საშემოდგომო ძალიან კაია, ძალიან ხარისხიანია და ერთხელ მეცვა მხოლოდ და
რაღაცნაირად ვერაფერს ვერ ვუხდენ, აი არ ვიცი რატომ. ასევე ამაზეც ესე ვარ, ამ მოსაცმელზეც თითქოს ვერაფერს ვერ ვუხდენ. ბოლო დროის განმავლობაში ძალიან შეიცვალა ჩემი სტილი და ვფიქრობ, აი ზუსტად ვიპოვე ჩემი თავი, რა მომწონს, რა მიხდება, რაში ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად. ბოლო დროის განმავლობაში ვიძენ უფრო მეტად ესეთ ძალიან ჩემზე მორგებულ ტანსაცმელს ეგრე მგონი, ანუ სპორტულ რაღაცებს ვიწერ ძირითადად, აი მსგავს რაღაცებს, როგორც ეს და ეს არის წაღან რა გაჩვენეთ, ასევე ჰუდებს, რაღაც საინტერესო მაისურებს ლამაზი ნახატები რო აქვს და ცოტათი აი 2000-იანი წლების სტილში რომ ჯდება, იმიტომ რომ აი ამ წლების რაღაცები მომწონს. ხადაი მანდ უფრო მეტად ვიპოვე ჩემი სტილი და ეგეთ რაღაცები მომწონს. ძალიან მიხარია ეგ. გასული წლების განმავლობაში არ ვიცოდი, ხან ის მომწონდა, ხან რაღაც კლასიკურ რაღაცებს ვიწერდი, რომელიც შემდეგ აღარ მომწონდა და მქონდა პერიოდი, რომ ძალიან კლასიკური ტანსაცმელი მეცვა, რაც ახლა რო ვუყურებ, ანუ ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ და ტონებად მქონდა შემოტანილი მხოლოდ კრემის ფერი და თეთრი. ვიცვამდი რატო არ ვიცი. ხადაი, ეხლა ყველაფერს ვყიდულობ საერთოდ ნათელ ფერებსაც იმასაც ძალიან მომწონს. და ვფიქრობ, რომ ეგ ყველაზე მეტად მიხდება და მანდ ნამდვილად ის ვარ საკუთარი თავი, რაც უნდა ვიყო. და მანდ ვარ ნამდვილად ის, რაც ვარ, ანუ საკუთარი თავი. აი არ ვიცი რომ ეძახიან swag. დაახლოებით აი ეგ სტილი მომწონს ძალიან და ეგ არის ჩემი სტილი. ღმერთო, ხოლება რომ მიტყდება, ანუ ვეღარ ვჩერდები საერთოდ, რა ჯანდაბა, ძალიან დიდი ხანი არ ვყოფილვარ ესე გაციებული თუ არ ვიცი რა არის ვირუსია თუ რა არის, რომ ძალიან მახველებდეს. ესეთი ადამიანი არ ვარ ძალიან ზედმეტად პერფექციონისტი რო ვიყო რაღაცებში, იმიტომ რომ ქაოტური ვარ ცოტა მიყრე-მოყრელი მაქვს ხოლმე ძალიან ხშირად რაღაცები, ხო და აი ადრე ეგ რაღაცნაირად მაგას ვაბიჯებდი ესეთი არ იყო მუდმივად დალაგებული ესეთიური რაღაც იყავი და ანუ ეხა არ ვფიქრობ ეგრე ეს ჩემი ქაოსიც არის ძალიან ესთეტიური და ეს ქაოსიც ძალიან მომწონს უკვე მოკლედ და ამით ეს მხარეც შევიყვარე ჩემი და მივიღე ზედმეტ ესთეტიურობაში ძალიან კარგავს საკუთარ თავს და ის არ ხარ ვინც უნდა იყო ანუ რაღაცას მალავ ხო და მე მოკლედ ქაოტური ვარ ცოტა რომელიც ამავდროულად ესთეტიურიც არის იმიტომ რომ ხო სხვადასხვა ტიპის ესთეტიკა არსებობს და ქაოტური ესთეტიურობა არის ჩემი ძალიან უკეთესად დავამაგრე და იმედი მაქვს რომ აღარ ჩამოვარდება და ძალიან ლამაზია. სიბნელეში ასე გამოიყურება და ძალიან ლამაზებს ოთახს. და ვფიქრობ რომ სხვა ბურთით შევიძინო, აი აქეთ მხარეს მინდა ძალიან რამე, იმიტომ რომ ძალიან ცარიელია და აქეთ მხარეს მინდა რამე დავკიდო. დავნახოთ, ნუ ეს საოცრად ლამაზია, ანუ ძალიან ლამაზია. ასევე მინდა რომ სამზარეულოშიც დავაყენო მსგავსი განათება აი აქ.
აქ მინდა ზუსტად იგივე ბურთები ვიყიდო. სხვადასხვა ზომის და ჩემს ოთახში კიდევ მინდა ერთი ესეთი ბურთი. თუ სხვა რამე ვიყიდო. უფრო დასადგამი მინდა. ვნახოთ და ეს იმედი აღარ ჩამოვარდება. წარმოდგენა არ მოქვს ეს გაცილების ჩაებს კი სვამ ძამბერს არ მაგრამ საერთოდ მოქმედებს თუ არა ანუ რამეს აკეთებს ეს გაცილების ჩაები მართლა მაინტერესებს იმიტომ რომ გონია რომ აი ცარიელი შაქარწყალია და საერთოდ არაფერს არ შვება და რატო არც ერთი წამალი არ მოქმედებს ამ ვირუსზე თუ რაღაცაზე ვერ ვხვდები იმიტომ რომ უკვე რამდენი დღე მახველებს და აი აღარ შემიძლია ხველებისგან უკვე ზურგიც ამტკივდა და თუ ორ დღეში არ გამიარა ექიმთან მივალ თან ღამე მეღვიძება და გიჟივით ვახველებ კოშმარია It's a vlog. Anu, I'm rimak. Women. Share us the love. It's geen chocolade. მე ვარ ყოველთვის დინამის წინაშე დავლიო ალკოჰოლი თუ დავლიო აი მეც ხელი ყავა თუ ლუდი პატარა დასვამს ლუდს ალკოჰოლით და დიდი დასვამს ლუდს უალკოჰოლოდ სად არის სამართალი excusez-moi ja თეთრ ძერს გადუჭირებს ჩვენთან მე მიჭირებს ხოლმე 50 გადაცილებული ქალების მსგავსად ეს თიზიო Hi vlog. I got a million things I really fucking do. And I'll be with you. I don't give a fuck, cause I don't give a fuck, cause I don't give a fuck. Oops. და მე თქვა, თეთრ უთხარი რომ არ დაავიწყდეს ჩემი არხის გამოწერა ადამიანებს. ადამიანებო გამოიწერეთ ჩემი არხი. თათია დაეთანხმა. I can save you. I love you too. Oh my god. No. I can save you. ეს გოგო საქციელია ესა? რეები ვიპოვე. სადაა ჩემი ტელეფონი? აი რეები ვიპოვე. აი რეები ვიპოვე უყურე. რა არის ვერ გავიძე ხატია. ეს ბანანიც ესე უგდია ეს რა არის? რა? ახლა არ მინდა გავქეკოთ 2-10 და რამე ამოხტება. ეგ სადმე დამპალი თაგვი. ან ვირთხან, რავი, ესეც გილპება, ისიც რაც ესეც გილპება. უყურე, აკოთებული აქ მთელი რაცი. მაგ ეგრე რო არ ვჭამ. ვის გამო რატომ აყენებ შეურაცხყოფას? შეურაცხყოფა რა არის? მაცივარში არ შეგიხედია 2 კვირა.
ჯერა ერთი ეგვაშლი ერთ თვეზე მეტია რაც მაგ. და ეს კივი რისთვის იყიდე ფულს ეს რაში ხარჯავ? აი ესენი ჯანმრთელი ცხოვრება უნდა დავიწყო და შეხო დაახმო ესენი, აი. უყურე, ყვარივით არის გამხდარი ჯანჯაფილი. ჯინჯერია ეგ. ის უნდა დავიწყო ჯანსაღი ცხოვრებაო. და შეხედე რამნაირები გახადა. ლიმნები, ცაპა ლიმნები. ავათარი და განა გამოიღებს ამ ლიმნებს ალპობს. შოკოლადები არ მოიკლო და უშაქრო კოკაკოლები. ღმერთო რა იდიოტია. აღარ ეცლება. გააფუჭა მაცივარი. რა? კრემები ულაგია. საჭმის მაგივრად. კრემები გაგზრდის. კრემლები და აჯიკები. დედა შენს ემდენი ტყემალია, ყულაც რაღაც ჯღან რაღაცებს თან ყულაც არ არის. აი მეცუდა. კარტოფილებს რატომ მიგდებ? ანუ ეს კარტოფილები კარგია. არ ვაგდებ. პარკი არის აპრობებული. თაზე დეკორობა მაცივარ, სამო გადავალაგო. გადავყარო. კი არა ვარ დავალყო და გადავყარო. კარტოფილები არ გადამიყარო. ეს გაღოღოვდება და აი მაცივარ რო გაიღება და ეს რო იქნება გაიღებული ღეროები, მაგ დროს მიხვდები რომ გადავყარო. ანუ ეგ ჯინჯერი ჩვეულებრივ მოიხარშება. რა მოიხარშება, გოგო? რა მოიხარშება? ეს მოიხარშება. ეს მოიხარშება, უყურე. და რომ მოხარშავე რა? ჩაის გავაკეთებ. რა ჩაის ხალ დამპალი არის ამას უყურე. ჩაის გავაკეთე. და ეგ ლიმნებიც კაია. და ეგ კივებიც გადაირჩევა. რა ლიმნებს არ ვიყრი კაცო აღარ დავირი. და ესა, აი ესა. აბა აქედან რა გინდა რა დაიტოვებ. აბა რა გინდა რომ ეს დაიტოვებ აქედან აბა. ამასა? წანერო. რა კაი კივები გაახრა. შენ რა მსხირსი ხარჯავს ფულს. ეგ დედამ და მამამ მეყიდეს. ხო, აბა იმ ხალხს ახლა დაახარჯინა ფული და დაყარა ესე. შენ აუთფიტს ვუღებ. აუთფიტზე მეტი ვერაფერი ვერ დაინახე. აი, ეს ობები ვერ შეამჩნია. დადგარეთ კიდე ფანჯრები მაგ გასაწმენდი. მე ეგეთ რაღაცებზე არ მუშაობ ჯერ ეგერთი. მაცივრები მარტო. ეგეთ სუნიც არ აქ ახლა. როგორ არა, ხამა მიჩას. აბა ნახე როგორია. ბევრს რო წუწუნებდი. ნახე, ეგ არის იდეალური კევი. როგორც უნდა იყოს. ამბიანი. აბა ჭამე. ტაქსიში რა სუნი იდგა, ეგეც გემოაყ. არაფერს გემოაყ. ხო არ ვარ გოდე და მაგიტო დავალბე ალბათ. კი ჭამ. ანუ რატო ჭამ თუ არ მოგწონს? ისე რომ კივი მიყვარს. ყარს. შია რა მეტი არაფერი. გამოგიძახ ხო რამე? ჩებურეკი არ მინდა. ნუ ხან კარგად გინდა და ჭამდე. ასფეროვანი არ მინდა.
კივი მინდა. აი მე ძუდადან. და ჭამეკ და პოლიკივი. ასნაირია მოგა. სიდამპლეს. მოდანა დედასამას და დაალბო. ძალი სახე დაიბანი, გამოგიხმა ეგ სახე. რას მაგახარ თავზე ვერ. იქ არის დამპალი ვაშლების და გელოდები. ეგერიც გამოაჭერი და შეჭამე. არის დამპლები, მართლა არა. არა? აი ერთი ცალია გამოპალი. ვერ შეჭამე ეგეც აი მაგას მე ვეღარ შევჭამყვე, გავსკდი შუაზე. იქნები რა შევია ხოლმე რაღაც დამპალ რაღაცებს რო აჭრიან და დებენ. მეტად აღარ დალბება. ტიპა გამოაჭრა ვაშლებს და დაალაგა. მეტად აღარ დალბება. ამ შეჭამ მაგას. არა, ამ დამპლებს შენ შეჭამდილეთ. დამპლები აღარ არის, რა იყო გამოვაჭრე. და კი ძალიან გემრიელი. მართლა გემრიელია? ხალხო ჩემი და არის ნინი კვირიკეს ფანი. ვინ თქვა რომ ფანი ვარ? ამენ ანუ საღამოს ჩართოს ნინი კვირიკეს ვიდეო. გამოსვთავ. ნინი კვირიკეს ვიდეო. ერთი კვირა აშამირთვია. ანუ ყოველ საღამოს რთავს ნინი კვირიკეს ვიდეოებს და უყურებს. არ ვუყურებ. ვუსმენ. რა მნიშვნელობა აქვს? ამენ ანუ უდიდესი ფანი არის მართლა. ნინი კვირიკემ დამიწეროს ამ ვიდეოში კომენტარი, იმიტომ რომ ჩემი და არის მისი უდიდესი ფანი. ფანი ვარ, ფანი არა ის. პლაკატებს რა ვიზადებ. ვის უყურებ ახლა გამაგებინე? მაინტერესებს კამედიები. კამედიები. ხო, ხიარულობ ვერთობი. ჩავყარეთ. ეხა ისტორია ვერ მოვისმინე. დროს უმაკალბინე. იქა წავიდა, ხა ცოტა ხანი წამოუწევებიო, მეტა რომ გამზადდება ხინკალი ავდებიო და ანუ ერთი თანა ამოვიხე. მე მეუბნება რომ ნინი კვირიკეს არ ვუყურებ. ნინი კვირიკეს უყურებს. სხვა შორის არ გიგიკვირდება და ნინი კვირიკეს ყურება მე დავაწყებინეთ ათიას. მე უფრო კრინჯი ვარ. Like მაგრამ მაგ დროს მე ვიყავი ბავშვი და დღეს ბავშვი და მომწონდა მუკბანგების ყურება და მაგ ადამიანმა დაიწყო რაღაც დებილობა მუკბანგების ჩაწერა. ხო და მე გავიზარდე და ნინი კვირიკეს აღარ ვუყურებდი, მაგრამ თათია ბოლო 2 წერია, აი რაც ვლოგების არხი გააკეთა. რაც ვლოგების არხი გააკეთა, თათია არის ერთ-ერთი აქტიური მაყურებელი. უბრალოდ აკეთებს ვიდეოებს. და გერმანიაშიც ნოსტალგია აწვებოდა ხოლმე და ძირის წინ ნინი კვირიკეს ვიდეოებს მაყურებინებდა. No, it's not lie. That's true. That's true. I swear to God, that's true. ანუ არ გადავაფარი დავცინი ადამიანს, არანაირი პრობლემა არ მაქვს. დაცინვები არ მიყვარს. ყველა მის უნდა გააკეთოს, რაც უნდა. თათიავაც იმას უნდა უყუროს, ვისაც. ხარა ნახე მე. არა მართლა ნინი კვირიკეს. ჩემი
დიდი პატივისცემა, იმიტომ რომ არის ერთ-ერთი GOAT YouTuber-ი. GOAT. ვინ კატაობს იკა? ასე რომ არაფერს არ დავცინი, არაფერს არ ვაყენებ შეურაცხყოფას. უბრალოდ ადამიანებმა რაღაცებზე უბრალოდ ხო ცოტა გავერთოთ. Hi. მე ისევ მაქვს ეს ხმა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ გამიარა ხვალებამ რა აღარ დავლია, ყველაფერი დავლია. და ყოველ 2 წამში ერთხელ მოხვალებს საშინელება. არც ვიცი როდის გამივლის. არაფერს გაკეთება არ შემიძლია. მოკლედ ძალიან მშია. და რამე უნდა გავაკეთო. იმიტომ რომ ეს დღეები ძალიან ბევრ ტკბილებს ვჭამ, რაც არის საშინელება. ხო და კვერცხს მოვიხარშავ. easy. გავაკეთებ კვერცხის სალათის მსგავს და შემდეგ დავადებ ჩემს ხლებცებს. ამ გაცილების გამო თუ არ ვიცი, ალბათ თვალები ისეთ ძალიან მშრალი მაქვს მე. თვალებიდან გიჟივით მომდის ცრემლები და დღე და ღამე ესე ცრემლებით დავდივარ და ვიწმენ სალფეტკებით. და კივა თვალები სერიოზულად ალბათ ჰაერიც რომ მშრალია ამის გამო და გარეთ რო გავდივარ საშინელება მიმართება. თან აი დღეს ამ თვალზე აი არ ვიცი რამე გამომდის თუ რა არის. ანუ კივა სერიოზულად აი ამ ადგილში მოძრაობისას და იმედია რამე საოცრება არ გამომივა და ჩაწყნარდება ნელ-ნელა. Oh my god. და ეს ხვალება როდის გამივლის? დავამატებ ცოტა წითელ წიწაკას, იმედია ბევრი არ არის. შავ პილპილს. გამოილია თან ზუსტად. ეს უცხოსუნელია, არ ვიცი რა თუნდა, მაგრამ ცოტას დავამატებ, იმიტომ რომ მე ყველაფერს ვამატებ ხოლმე საერთოდ სალათებს. და რაღაც ხორციანი სუნელი, რომელსაც So, that's all. სეზამის მარცვლები მაქვს და გარემ ამასაც ჩავაყრე. და რა თქმა უნდა კამა არის ჩემი საყვარელი მწვანელი, ანუ ვგიჟდები კამაზე. Okay, let's taste it. არაფერს გამო არ აქვს. უფრო მეტი მარილი და პილპილი. Okay, let's ვნახოთ როგორი გამოვიდა. ცუდი არ არის, მე არც გადასარებია. გამრალია.
ჯანსაღი მაინც არის ყოველ შემთხვევაში. Okay. ახლა ჩავთავ თინეიჯერ მგელს. თინეიჯერი მგელის ყურება დავიწყე თავიდან. და თან მაგას ვუყურებ.